მადლობა ნათია ორველაშვილი იყო. დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით დაკავებული პირების საპატიმროებს სავარაუდოდ დღესვე დატოვებენ. ადვოკატების ინფორმაციით წინასწარი პატიმრობის სანაცვლოდ საჭირო გირაოს თანხა ბრალდებულთა უმეტესობამ უკვე გადაიხადა. თანხის ოდენობა განსხვავებულია. ალექსანდრე ხეთაგურს, კახა დამენიასა და დევი კანდელაკს გირაოს სახით 30,000 ლარის გადახდა დაეკისრათ, დანარჩენებს კი 15,000 ლარი. აპლოდისმენტები მოსამართლეს და პრეტენზიები პროკურატურის მისამართით 4 საათიან სასამართლო პროცესს გურამ როგავა დაესწრო. ასე შეხვდნენ მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას ბრალდებულთა ახლობლები და ოჯახის წევრები. აპლოდისმენტების შემდეგ სასამართლოს პოზიცია დადებითად შეაფასეს ადვოკატებმაც. ადეკვატური გადაწყვეტილება გამოტანილი იყო ბრალდებულ ალექსანდრე ხეთაგურს, ისევე როგორც სხვა ბრალდებულებსაც შეეფარდათ გირაო, კონკრეტულად ალექსანდრე ხეთაგურს შეეფარდა 30,000 ლარის ოდენობით. დავასაბუთეთ ჩვენი შუამდგომობა და სასამართლო მიიღო ძალიან სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მიზანი ვანო მერაბიშვილზე გასვლაა. ამ სიტყვებით მიმართა დღეს გამოძიებას ბრალდებულმა ნიკა გვარამიამ. როგორც მან სასამართლოს ხლომაზე აღნიშნა, პროკურატურა არის პოლიტიკური მიზნების შემსრულებელი. გარდა ამისა, ნიკა გვარამიამ მისი დაკავება რუსთავი 2-ის პარალიზების მცდელობად შეაფასა. პროკურატურამ ვერ დაასაბუთა ჩემი დაცვის ქვეშ ყოფისა და ზოგადად ყველაზე ვიტყვი, იმიტომ რომ თითქმის დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო ყველასთან მიმართებაში, პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა. ჩვენ გვქონდა არგუმენტები, რომ პატიმრობა არ გამოყენებულიყო, სასამართლომ გაიზიარა ეს არგუმენტები და ნახოთ, დაველოდებით არსებით განხილვას, ვფიქრობ, ესე უფრო ცივილური მიდგომა არის საქმისადმი. ახლა ისეთი პირები არიან, ძირითადად ყველა ცნობილი პირი არის, არსად განქცევი და დამალავი არც ერთი არ არის. პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება სასამართლოს ხდომის დასრულების შემდეგ პროკურატურის მისამართით მწვავე განცხადებები გაკეთდა. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატები ბრალდების მხარის მოუმზადებელ მტკიცებულებებზე საუბრობდნენ. მტკიცებულებები პრაქტიკულად არის ძალიან სუსტი. ბრალდების მხარემ, მე ვფიქრობ, ვერ წარმოადგინა ზუსტად ის თუ რა არის საქმის ძირითადი ვითარება და რატომ ითხოვდნენ ისინი აქვეთ ღონისძიებას. ბევრ კითხვაზე იყო პასუხები, რომ არ ვიცით, დაუზუსტებელია და ასე შემდეგ. 4 ასეთი ნათელი და 5 ასეთი ნათელი ადამიანის და წარმატებული ადამიანის დაკავება საქართველოში საბედნიეროდ არ არის და მათ ციხეს ჩაყრა არ არის ადვილი და სასამართლომ მიიღო ნამდვილად სამართლიანი გადაწყვეტილება. ალეკო ხეთაგურს, ნიკა გვარამიას, კახა დამენიას რომ დომოდა ქთამების აღებით ფული შოვნა, 2 მინისტრის თანამდებობა აქვს როგორც მინიმუმ სათითაოდ გამოვლილი, ან საგადასახადო ან საბავშვო სამსახურების ხელმძღვანელს და ამას ისე გააკეთებდნენ, რომ ვერავინ ვერ გაიგებდა ნამდვილად. ყოფილი თანაგუნდელების დაკავება შეაფასა დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ, რომელიც სასამართლო პროცესს არ დასწრებია. ჩვენ დავინახეთ ერთი რამ, რომ ძიებამიდის საქმეზე სადაც არ არსებობს დაზარალებული, ანუ არც კერძო კომპანია, არც სახელმწიფო, არც რომელიმე პირი არ არსებობს ქთამის აღების ფაქტი, იმიტომ რომ ფული ადგილზე სეიფშია და ყველა ბუღალტრული წესის დაცვით იყო შენახული. ამ ხელისუფლებამ ვერ ჩააბარა ტესტი და ვერ გაუძლო იმ ცდუნებას, არ გამოეყარა ფარული ჩანაწერები, რითაც თქვა, რომ უსმენს ყველას და ყველაფერს. ანუ ჩვენ გავიგეთ ის, რომ ჩვენ ბრუნდებით ძველ საგამოძიებო სისტემაში და მინდა ყველას უთხრა, რომ ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. Galdetul nика გვარამიას პატიმრობის ზღვა დაიწყოს მისი დაკავების უმეტიდან 2012 წლის დღევანდელი სასამართლო პროცესი თითქმის 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომის დასრულების შემდეგ პროკურატურას კომენტარი არ გაუკეთებია. სასამართლოს მიერ აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის გადახდა დღესვე მოხდება, რის შემდეგაც ბრალდებულები დაუყოვნებლივ გათავისუფლდებიან. ქრთამის აღებისა და დოკუმენტაციის გაყალბების ბრალდებით დაკავებული 6 პირის წინა სასამართლო განხილვა 31 იანვარს გაიმართება. დღის ბოლოს თბილისის მერიამ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ამონარიდი განცხადებიდან ხელისუფლებამ ვერ ჩააბარა ტესტი და ვერ გაუძლო ცდუნებას, რომ არ გამოექვეყნებინა ფარული ჩანაწერები, რითაც აღიარა, რომ უსმენს ყველას და ყველაფერს. აღნიშნულის შენიღბვას კი ძალიან სასაცილო და ამავდროს დროს სრულიად გაუგებარი ფორმით ცდილობს. კერძო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორის ტელეფონის ნომერი, რომელიც მათ მიერ როგორც ვინმე გიორგის ნომრად იქნა გამოქვეყნებული, სინამდვილეში 5 წლის წინ პროკურატურაში გაცემული კორპორატიული ბარათია.
კიდევ ბევრ ვინმე გიორგის გავიგებთ, რომელსაც უსმენენ. საზოგადოებისთვის მრავალი დაპირების მიუხედავად მათ ვერ შეძლეს საქმეების უფრო მაღალი სტანდარტებით გამოძიება. მაგალითად, სასაცილოა ის, რომ აწარმოებენ გამოძიებას რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით და გამომძიებელმა არ იცის, რა არის მიწის ნორმატიული ფასი და ხშირ შემთხვევაში ჩვენს თანამშრომლებს უწევთ გამომძიებლებისთვის ლექციების ჩატარება. რა თქვა მია განცხადებაში.